არის თუ არა ბეისბოლი მასონური რიტუალი? ბეისბოლი არ არის მხოლოდ ამერიკის ეროვნული სპორტი, ის არის თამაში, რომელიც მოცულია უამრავი ლეგენდითა და სიმბოლური დამთხვევით. სპორტის ჩამოყალიბების ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ადამიანებთან, რომლებიც მასონური ორდენის წევრები იყვნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა მრავალ საინტერესო თეორიას. დიდი ხნის განმავლობაში ბეისბოლის შემქმნელად მიიჩნევდნენ გენერალ აბნერ დაბლდეის. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს ფაქტი უარყოფილია, ერთი რამ უტყუარია. დაბლდეი მაღალი იერარქიის მასონი იყო. თამაშის რეალური შემქმნელი ალექსანდრე ქართრაითია, რომელმაც 1845 წელს პირველი ოფიციალური წესები დაწერა. ის ასევე მასონური ლოჟის აქტიური წევრი იყო. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ეჭვი, რომ თამაშის სტრუქტურაში შესაძლოა ფარული გეომეტრიული პრინციპები ყოფილიყო ჩადებული. 33-ს და 9-ს მასონურ ფილოსოფიაში, არქიტექტურასა, გეომეტრიასა და ნუმეროლოგიაში ცენტრალური ადგილი უკავია. ბეისბოლის მოედანი, რომელსაც ხშირად დაიმონდ ალმას უწოდებენ, ზემოდან დახედვისას მართლაც მოგვაგონებს მასონურ სიმბოლოს, ფარგალს და გონიოს. ბეისბოლში ყველაფერი ცხრის გარშემო ტრიალებს. 9 მოთამაშე, 9 ინინგი. მასონობაში 9 ითვლება სრულყოფილების სიმბოლოდ. 3 x 3, 9. მასონობის შოტლანდიურ წესდებაში 33 ხარისხი უმაღლესი საფეხურია. არსებობს თეორია, რომ ბევრი ძველი და ცნობილი ბეისბოლის სტადიონი აშენებულია ზუსტად 33 პარალელზე, ან მის სიახლოვეს, მაგალითად ლოს-ანჯელესის ბეისბოლის სტადიონი. მასონურ გეოგრაფიაში 33 პარალელს განსაკუთრებული ენერგეტიკული მნიშვნელობა ენიჭება. თავად თამაშის არქიტექტურული სიზუსტე ბევრს მასონურ ხელწერას აგონებს. ბეისბოლ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია სიტყვა ბეისბოლის დაშლას ეხება. ზოგიერთი მკვლევარი სიტყვა ბოლს ან ბაალს აიგივებს ძველ ქანაანურ ღვთაება ბაალთან. ამ ვერსიით თამაში ერთგვარი რიტუალია, რომელიც ბაალის საფუძველზეა აგებული, ანუ ბეისბალ. თუმცა ლინგვისტური თვალსაზრისით ეს უფრო ფონეტიკური დამთხვევა. სიტყვა ბურთი, ანუ ბოლ, გერმანიკული წარმოშობისაა და უბრალოდ სფეროს ნიშნავს, ხოლო ბაზა, ანუ ბეის, საძირკველს. მაგრამ ის ფაქტი, რომ თამაში ელიტარულ წრეებში ჩამოყალიბდა, სადაც მისტიკური სიმბოლიზმი პატივსაცემი იყო, ამ თეორიებს სიცოცხლის უნარიანობას უნარჩუნებს. მე მხოლოდ თეორიის შემოთავაზება შემიძლია. დანარჩენი თქვენზეა. დააკომენტარეთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს ვერსია არის უბრალოდ ვერსია თუ ახლოს არის სიმართლესთან?